როგორ მზადდება? კონგა დოლი შესაძლოა ლათინოამერიკული მუსიკის მთავარი ელემენტი იყოს, მაგრამ ის უძველესი აფრიკული დოლიდან განვითარდა, რომელიც დამზადებული იყო ცხოველის გაჭიმული ტყავისგან და ხის მრგვალი ტანისგან. დღეს ისინი ტყავს ხის ან მინაბოჭკოს ცილინდრზე ჭიმავენ. როგორც მალე ნახავთ, კონგების დამზადება დიდ პრაქტიკულ უნარებს მოითხოვს. ეს კონგები დამზადებულია ნაცრის ხისგან, რომელსაც კარგი აკუსტიკა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ხმა მასზე რეზონირებს და არ შთაინთქმება. პირველ რიგში დოლის ოსტატი ჭრის მოღუნულ ფიცრებს, რომლებიც დოლის სხეულს, ეგრეთ წოდებულ გარს შექმნიან. ის ფიცრის ფორმის შაბლონს ოთხკუთხა ხის ნაჭერზე ხაზავს. შემდეგ, ლენტური ხერხის გამოყენებით, ის ჭრის მონიშნულ ხაზს გასწვრივ, რომელიც ქმნის მრუდე გარე და შიდა ზედაპირებს. ამის შემდეგ ის გადადის სამუშაო მაგიდის ხერხზე, რომლის დანა სხვადასხვა კუთხით შეიძლება დარეგულირდეს. ის ამაგრებს ნაჭერს შაბლონზე და კიდეს კუთხით ჭრის. შემდეგ ატრიალებს ნაჭერს და მეორე კიდესაც იგივენაირად ჭრის. ოსტატი ორივე კიდეს წებოს უსვამს და ამაგრებს ფიცრებს ერთმანეთზე წრეში სპეციალურად შექმნილ ყალიბზე. დოლზე ფიცრების რაოდენობა დამოკიდებულია გარსის დიამეტრზე. რაც უფრო დიდია დიამეტრი, მით უფრო დაბალია კონგას ხმა. წება 24 საათში შრება. ყალიბიდან ის გამოდის ისე, როგორც ეს ბონგოს გარსი, ოღონდ უფრო მაღალი. ახლა დოლის ოსტატი გამშრალ გარს ხის ფეხზე ამაგრებს. ხის რაფსის გამოყენებით ის აშორებს დაახლოებით 2/10 ინჩს და გარსის გარე ნაწილს მრგვალ ფორმას აძლევს. შემდეგ ის იყენებს მთელ რიგ სახარატო ინსტრუმენტებს დეკორატიული დეტალების დასამატებლად. დასრულების შემდეგ ის არბილებს გარსის ზედაპირს 3 თანდათან უფრო წვრილი ფრაქციის ქაღალდსახეების გამოყენებით. შემდეგ ის ანტოვებს ხეს ბუნებრივ ფერში ან ღებავს. ზეთოვანი ლაქის სქელი ფენა იცავს ხეს როგორც სიმშრალისგან, ისე ტენიანობისგან. ახლა კი არსებითი ფურნიტურის ჯერია. ჯერ გვერდითი ფირფიტები, რომლებიც ქრომირებული ფოლადისგანაა დამზადებული. მათი დანიშნულებაა დოლის ცხოველის ტყავის თავის დამაგრება. ისინი გარსზე ხრახნებით მაგრდება. შემდეგ დოლის ოსტატი ფოლადის ზოლს მოსახრელ დანადგარში ატარებს. მისი მაღალი წნევის როლიკები ზოლს ღუნავს და დოლის რკალს ქმნის. შემდეგ ის V-ფორმის ფოლადის ნაჭრებს რკალზე ამაგრებს. სახელოსნო სხვა ნაწილში ამზადებენ ძროხის ტყავს, რომელიც დოლის თავი გახდება. მას ჯერ ცივი წყლისა და კირით მომზადებულ კოროზიულ აბაზანაში ალბობენ. ეს კი სიტყვასიტყვით ნიშნავს ტყავზე არსებული თმის დაწვას. 2-3 დღის შემდეგ ისინი იღებენ ტყავს და აშორებენ ნებისმიერ ჯილდ თმას. შემდეგ მას წრიულ ჩარჩოზე ჭიმავენ და ტოვებენ, რომ ოთახის ტემპერატურაზე გაშრეს. რკალის ქრომირების შემდეგ დგება საბოლოო აწყობის დრო. ტყავს გარსზე ჭიმავენ და რკალით ამაგრებენ. ჩამკეტები გვერდით ფირფიტაზე მაგრდება. შემდეგ კი დაჭიმულობას არეგულირებენ. ბოლო ნაბიჯი არის ზედმეტი ტყავის მოჭრა. ახლა ხელნაკეთი ინსტრუმენტის გამოყენება უკვე შეგიძლიათ.
ფოლადის დოლის ისტორია იწყება ტრინიდადში 1930-იან წლებში, როდესაც ქუჩის ბენდების შეტაკებებმა ყავის დოლების აკრძალვა გამოიწვია. ამიტომ ხალხი იმპროვიზაციას მიმართავდა და დოლებს ამზადებდა ბამბუკის სქელი ძელებისგან, მანქანის ნაწილებისგან, თუნუქისგან და საბოლოოდ ნავთობის კასრებისგან. ფოლადის დოლებს ძალიან განსხვავებული ჟღერადობა აქვს. როდესაც ადამიანებმა პირველად დაიწყეს ფოლადის ინსტრუმენტებზე დაკვრა, მათ უნებლიეთ ჩააღრმავეს ისინი. ასე აღმოაჩინეს, რომ თითოეული ჩაღრმავება სხვადასხვა სიმაღლის ბგერას გამოსცემდა. ასე რომ დღეს ფოლადის დოლები იგივე იდეით იქმნება. დოლის თავის გასაკეთებლად ფოლადის ნაჭერს წრეზე ჭრიან. მასზე რკინის რგოლს ადუღებენ, შემდეგ კი ლითონის გარს ან ქვედა ნაწილს რგოლზე ათავსებენ და ადგილზე ადუღებენ. დოლი დამაგრებულია დიდ დამჭერში, სანამ ოსტატი ზუსტად განსაზღვრავს დოლის თავის ცენტრს. ის საზომ შაბლონს ათავსებს და იყენებს მას რადიალური ხაზების მოსანიშნად ცენტრიდან რკალისკენ. ყოველი ხაზი 10 გრადუსითაა დაშორებული. დოლის ბრუნვისას ის წრიულ ხაზებს ხაზავს ბადის შესაქმნელად. ახლა ის პნევმატური ჩაქუჩით დოლის თავზე უკაკუნებს. იყენებს ბადეს როგორც სახელმძღვანელოს, რათა დარწმუნდეს, რომ მუშაობა თანაბრად მიმდინარეობს. 8 საათის ჩაქუჩით მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ დოლი თასისებრ ფორმად გადაიქცეს. ამას დოლის ჩაძირვა ეწოდება. შემდეგ მრუდი ზედაპირისთვის განკუთვნილი სპეციალური სახელმძღვანელოს გამოყენებით, ტექნიკოსი ზომავს კიდევ ერთ ბადეს თასის ფორმის დოლის თავის შიგნით. ის შემოხაზავს ნოტებს, რომლებიც ახლა უნდა დაიჭედოს. ამ შემთხვევაში მაღალი C და Mi. შემდეგ ის ჩაქუჩით უკაკუნებს ფოლადს თითოეული ნოტის ირგვლივ, რათა ნოტს ფორმა მისცეს. ამის სწორად გაკეთებას ოსტატობა და დიდი დრო დასჭირდება, დაახლოებით 50 საათამდე. ისჭრის დოლის ქვედა ნაწილს სწორ სიგრძეზე და აწებებს კომპანიის ლოგოს ქვედა ნაწილზე. ეს მოწყობილობა არის ელექტროგრავირების მანქანა. ის იყენებს მჟავასა და ელექტროდენს, რათა თანაბრად ამოგაწროს ლოგოს ყველა ნაწილი. ახლა ტექნიკოსი ულტრაბგერითი სისქის საზომით მუშაობს. ის მას ნოტზე ამაგრებს. მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღების გამოყენებით საზომი ზომავს ფოლადის სისქეს მილიმეტრის სიზუსტით. შემდეგ ქლიბავს ნოტებს, სადაც საჭიროა. მარკირების ხელსაწყოს გამოყენებით ტექნიკოსი წრესავლებს თითოეულ ნოტს ისე, რომ ხილვადი იყოს დამკვრელისთვის. ახლა დროა დარწმუნდეს, რომ მათ სწორი ნოტები მიიღეს. ფოლადის დოლის ასაწყობად ტექნიკოსი უკრავს ნოტს ჯოხით და შემდეგ ჩაქუჩით ჩააღრმავებს მას სიმაღლის დასარეგულირებლად. ძალიან ყურადღებით უნდა მოусმინოს. ის უკაკუნებს ნოტს მანამ, სანამ ის სწორად არ გაჟღერდება. ზოგჯერ ის დოლს თავდაყირა ატრიალებს, რათა ნოტი ქვედა მხრიდან გამოკვეთოს. საბოლოო დარეგულირებისთვის ის ელექტრონულ ხელსაწყოს იყენებს. მიკროფონი მას ბგერას გადასცემს და ეკრანზე არსებული ხაზები ეუბნება, არის თუ არა ნოტი წყობაში. შემდეგ ის ცეცხლის გამოყენებით ამოწმავს თითოეული ნოტის საზღვარს. შემდეგ კი წყლით აგრილებს. ეს პროცესი ამაგრებს ფოლადს, რაც ნოტებს უფრო რეზონანსულს ხდის. ის კვლავ აწყობს დოლს და ამოწმებს ნაკლოვანებებს. დოლის ქრომირების შემდეგ საბოლოო დააწყობს. ამ ფოლადის დოლის დამზადებას 120 საათი დასჭირდა. ახლა კი დროა შეისვენოს და მოусმინოს უნიკალურ ჟღერადობას.
დრამის ჯოხები შექმნილია მძიმე დარტყმებისთვის. ისინი როგორც წესი ჰიკორის ხისგან მზადდება, რომელიც სხვა ხეებთან შედარებით უფრო მტკიცე და მძიმეა. ჰიკორის ასევე შეუძლია დიდი დარტყმითი ტალღის თანხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისგან დამზადებული ჯოხი უფრო მარტივია ხელებისა და მაჯებისთვის, ასე რომ დაკვრის დროს დრამერს არ მოუწევს ტანჯვა. ჰიკორის დრამის ჯოხებს ასევე კარგი ბალანსი და შეგრძნება აქვს, ამიტომ უფრო ადვილია სწორი ბგერის მიღება. მის დასამზადებლად ავტომატიზირებული მკლავები ჰიკორის ცილინდრებს აწვდიან სამპირიან საჭრელ დანადგარს, რომელიც ლიანდაგზე მოძრაობს. პირები ამუშავებენ მბრუნავ ცილინდრებს. ისინი ქმნიან მრგვალ წვერებს, ვიწრო მხარს და ღერწს, რომელიც თანდათან ფართოვდება. ისინი თითოეულ ჯოხს დამცავი საფარით ფარავენ. ეს მრგვალი პირები აჭრიან მოკლე ბოლოებს, იმ ნაწილებს, სადაც ჯოხები ეჭირა საწყისი მექანიკური დამუშავების დროს. ეს მხოლოდ უხეში მოჭრაა. ბოლოებს მეტი მუშაობა სჭირდება. ამიტომ მათ მბრუნავ დამჭერებში ატარებენ, რომლებსაც პირები აქვს. დამჭერები დამცავი მეტალის გარსის შიგნითაა, იმიტომ რომ ისინი ძალიან სწრაფად ბრუნავენ, ხოლო პირები უკიდურესად ბასრია. დემონსტრირებისთვის ერთ-ერთი დამჭერის გარსი მოხსნეს და მას ხელით ატრიალებენ. დამჭერი ჩვეულებრივ 10,000 ბრონზ წუთში აკეთებს. მაგრამ ამ ნელი სიჩქარით შეგიძლიათ დაინახოთ თუ როგორ ამუშავებს ჯოხს სასურველ ფორმამდე. ჯოხი დამჭერიდან ლამაზად მომრგვალებული წვერით გამოდის. ახლა ჯოხების შემოწმების დროა. თითოეული მათგანი სპეციალურად გასწორებულ ფოლადის ლიანდაგზე ეშვება. თუ ის პირდაპირ გორავს, ეს ნიშნავს, რომ ჯოხი სწორია. მაგრამ თუ ის წერად წავა, სწორი არ არის და დაკვრა შეუძლებელი იქნება, ასეთი ჯოხები წუნდებულია. შემდეგ პრინტერი ბეჭდავს ბრენდის სახელსა და მოდელის ნომერს თითოეულ დრამის ჯოხზე. ახლა თითოეულ ჯოხს წონის მიხედვით ახარისხებენ. მაშინაც კი თუ ორი ჯოხი ზუსტად ერთნაირი ფორმისა და ზომისაა, მათი წონა შეიძლება განსხვავდებოდეს, რადგან ხეს სხვადასხვა სიმკვრივე აქვს. და ეს არის ის, რაც გავლენას ახდენს ჯოხის შეგრძნებაზე და ტონალობაზე. მაგალითად, ეს ჯოხი 53 გრამს იწონის. მაგრამ შემდეგი 55-ს. გვერდით ქარხანაში სხვა სახის დრამის ჯოხებს ამზადებენ, ქეჩის თავით, რომელსაც უფრო რბილი ჟღერადობა ექნება. ხის ღერძს ქეჩის ბურთის წებოთის სავსე ხროლში დებენ და პრესავენ. ხრელი ღერძზე ოდნავ პატარაა, რაც უზრუნველყოფს მჭიდრო კავშირს ჯოხსა და ქეჩის თავს შორის. ბგერის შემოწმებას ჯოხის საშუალებით ახდენენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი წონის მიხედვით დახარისხდა, ტონალობაში მცირედი განსხვავებები მაინც ერჩება. კომპიუტერი აანალიზებს მათ ბგერას და წყვილებს უთავსებს ერთმანეთს. ეს თითქოს გაცნობის თამაშს გავს. შეუწყვილებელი ჯოხები ბრუნდება საერთო მასაში და ცდილობენ მათ ხელახლა შეწყვილებას. შეწყვილების პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ ერთ ჯოხს განსხვავებული სიმაღლე აქვს, ჟღერადობა დაუბალანსებელი იქნება. ისინი ანიჭებენ რიცხვით მნიშვნელობას დრამის ჯოხების თითოეულ წყვილს. მუყაოს ყდა თითოეულ შეწყვილებულ წყვილს ერთად აჩერებს. უხეში ხის ცილინდრიდან დახვეწილ დრამის ჯოხამდე. ეს პროცესი დარტყმისთვისაა შექმნილი.
სნიარდოლის ჟღერადობა განსაკუთრებულია. მკვეთრი ჩხრიალი რაღაც თუნუქისებრი რეზონანსით. რა იწვევს ამ გამორჩეულ ჟღერადობას? ეს არის მავთულების მქნეველი ნაკრები, რომელსაც სნიარ-მავთული ეწოდება, რომელიც დოლის ქვედა ნაწილზეა გაჭიმული. სნიარდოლი კი დრამ კომპლექტის ცენტრია. სნიარდოლის წრიული ჩარჩო, რომელსაც გარსი ეწოდება, შეიძლება დამზადებული იყოს ხისგან ან ლითონისგან. ლითონის გარსები ქმნიან მკვეთრ, ხმამაღალ და უფრო ბრწყინვალე ჟღერადობას. ლითონი, რომელსაც ეს გერმანული დოლის კომპანია იყენებს, ცნობილია როგორც ზარის ბრინჯაო, რომელიც დაახლოებით 78% სპილენძი და 22% კალისგან შედგება. ოსტატები ჯერ სამნაწილიან ყალიბებს აწებებენ. ისინი დამზადებულია ქვიშისა და ქიმიკატების ნარევისგან, რადგან ქვიშას შეუძლია გაუწყოს ცხელი გამტნარი ლითონის ტემპერატურას. წებო დაახლოებით 9 საათში გამაგრდება და ყალიბი მზადაა. მას მძიმე ფოლადის ფირფიტებით ამაგრებენ, შემდეგ უმელიდან ზარის ბრინჯაოს სვედროს ამოიღებენ და შიგნით ასხამენ. ლითონს დასადნობად 2300 ფარენჰეიტის გრადუსზე 4 საათი დასჭირდა, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე წამი დასჭირდა იმისთვის, რომ ის ყალიბის ღრუში გამაგრებულიყო. ჩამოსხმის შემდეგ რამდენიმე საათით აცივებენ. შემდეგ კი ტეხავენ ქვიშის ყალიბს მის ამოსაღებად. დარჩენილ ქვიშას მავთულის ჯაგრისით ასუფთავებენ. შემდეგ კი გარს დოლების ქარხანაში გზავნიან, სადაც მისი პირველი გაჩერება ავტომატიზირებული სახარატო დაზგაა. სანამ დაზგა ბრუნავს, საჭრელი აპარატი ლითონის თხელფენას იღებს ზედაპირიდან, რაც გარსის გარე ზედაპირს სუფთას და გლუვს ხდის. შემდეგ კომპიუტერით მართული საბურღი დანადგარი ბურღავს 47 ხვრელს სხვადასხვა კომპონენტებისთვის, მათ შორის ფიტინგებისთვის, რომლებიც იჭერს და არეგულირებს დოლის ტყავებს და ვენტილაციის ხვრელებისთვის, რომელიც დოლის მოცულობას ზრდის. შემდეგ დანადგარი საბურღ ინსტრუმენტს საჩარხე ინსტრუმენტით ცვლის და გარსის ქვედა კიდეში ორ ჩაღრმავებულ ადგილს ქმნის, რომლებსაც სნიარ-ბუდეები ეწოდება. ბურღვამ უხეში კიდეები დატოვა, ამიტომ ისინი პატარა საჭრელი ინსტრუმენტებით ასუფთავებენ და აგლოვებენ ხვრელებს. შემდეგ ისინი სნიარ-ბუდეებს ხელით ქლიბავენ. ამის შემდეგ ისინი ქლიბავენ გარსის გარე ზედაპირს, ჯერ უხეში აბრაზიული ქამრით, შემდეგ კი წვრილით. ეს ლითონს მბზინვარესა და აბრეშუმივით გლუვს ტოვებს. ახლა ისინი ხელით ქლიბავენ შიდა ზედაპირს. შემდეგ კი მას ბრინჯაოსფერი ლაკით ფარავენ, ლითონისთვის თანაბარი ფერის მისაცემად და ჟანგის თავიდან ასაცილებლად. მათ ლენტი გადააკრეს ხვრელებს, რათა ლაკი გარეთ ზედაპირზე არ მოხვედროდა. ახლა ხსნიან ლენტს და გარედან გამჭვირვალე ლაკით ფარავენ, რაც საშუალებას აძლევს ლითონის ბუნებრივ ფერს, რომ გამოჩნდეს. 25 წუთი ღუმელში ლაკს ულტრამტკიცე ზედაპირად აყალიბებს. შემდეგ იწყება საბოლოო აწყობა. დოლს ამაგრებენ დაჭიმვის ჭანჭიკებს, ფიტინგებს, რომლებიც იჭერს და არეგულირებს დოლის ტყავის დაჭიმულობას. შემდეგ მოდის აქტიური დაჭიმვის მექანიზმი. მექანიზმი, რომელსაც დრამერი ზემოთ ან ქვემოთ აწევს, რათა სნიარის ხმა გააქტიუროს ან დაახშოს. ზედა დოლის ტყავი დამზადებულია მტკიცე პოლიესტერის მასალისგან. ქრომირებული ლითონის რკალი ტყავს გარსზე დააჭერს. დოლის უფრო მაღალ ან დაბალ სიმაღლეზე ასაწყობად, დრამერი ამაგრებს ან უშვებს ხრახნებს დაჭიმულობის გასაზრდელად ან შესამცირებლად. დოლის ტყავის დაჭიმულობა სიმაღლეს განსაზღვრავს. ქვედა დოლის ტყავი დამზადებულია გამჭვირვალე პოლიესტერის ფირისგან. ის ბევრად თხელია ვიდრე ზედა ტყავი, რათა სნიარ-მავთულს უფრო სწრაფად რეაგირების საშუალება მისცეს. ეს სნიარ-მავთული დამზადებულია მრავალი ძაფისგან, უჟანგავი ფოლადის, თითბერის ან სპილენძის მავთულისგან. მას ქვედა ტყავზე ჭიმავენ, თითოეულ ბოლოს სნიარ-ბუდეზე ათავსებენ. ბოლოებს ნეილონის ძაფებით ამაგრებენ ერთ მხარეს აქტიურ დამჭერ მექანიზმზე და მეორე მხარეს კონტრდამჭერზე. დოლზე სნიარის ხმით დასაკვრელად დრამერი უბრალოდ წევს აქტიური დამჭერის სახელურს. ყველა დოლი გადის საბოლოო ინსპექციას, შემდეგ კი დაწყობასა და შესრულების საფუძვლიან ტესტს. აი ამას ქვია დამთავრება ხმაურით. როგორ მზადდება?
დინამიკები ელექტრონულ სიგნალს გერად გარდაქმნიან. ამ პროცესის გასაღები არის მაგნიტური მართულისგან დამზადებული ხმოვანი ხვეული და მუდმივი მაგნიტი, რომლებიც ერთმანეთს იზიდავენ და განიზიდავენ. ხვეულის წინ და უკან მოძრაობისას ის სწრაფად ააქტიურებს მოქნილ კონუსს. ეს კონუსი დინამიკის წინ არსებულ ჰაერს ააქტიურებს, რაც ბგერით ტალღებს ქმნის. დინამიკები შეიცავს მინიმუმ 2 მაგნიტსა და კონუსისგან შემდგარ ასაბლეას, რომლებსაც დრაივერები ეწოდება. ისინი როგორც წესი მოთავსებულია კორპუსში, რომლებსაც დინამიკის ყუთი ეწოდება. შემადგენელი მაგნიტური სტრუქტურის ასაგებად ქარხანა იწყებს რკინის 2 ფირფიტის მოჭრით, რომელთაგანაც თითოეული დაახლოებით 9 ინჩის სისქისაა. ისინი სათითაოდ თავსდება სახარატო დაზგაზე. თავდაპირველად დანადგარი ასორებს და აგლუებს ზედაპირებს, რათა მოაშოროს ხერხის მიერ დატოვებული კვალი. შემდეგ ის ერთ ფირფიტის ცენტრში ჭრის პატარა ხვრელს, ხოლო მეორის ცენტრში უფრო დიდ ხვრელს. ამის შემდეგ ჭრიან რკინის უფრო პატარა და სქელ მრგვალ ნაწილს, რომელსაც გული, ანუ ბირთვი ეწოდება. გამაფართოებული დანადგარი მასში დიდ ხვრელს აკეთებს. ისინი სუპერძლიერ ეპოქსიდურ წებოს უსვამენ გულსა და უკან ფირფიტას. იმ ფირფიტას, რომელსაც უფრო პატარა ხვრელი აქვს, ნაწილებს აწებებენ და ხრახნებით ამაგრებენ, რადგან კავშირი საკმარისად მტკიცე უნდა იყოს, რათა გაუძლოს ძლიერ მაგნიტურ მიზიდულობას. ხვრელში აწებებენ ქაფის ფილტრს, რათა უზრუნველყონ, რომ კონუსის ვიბრაციისას არ შევიდეს მწვერი და არ გამოიწვიოს შიდა დაზიანება. ახლა წებოს უსვამენ იმ ნაწილის ვიწრო ბოლოს, რასაც ლითონის კალათა ეწოდება. ეს არის ალუმინის ჩამოსხმული ჩარჩო, რომელიც მაგნიტურ სტრუქტურას და კონუსს დაიკავებს. წინა ფირფიტას, ანუ იმ ფირფიტას, რომელსაც უფრო დიდი ხვრელი აქვს, წებოვან ზედაპირზე ხრახნებით ამაგრებენ. შემდეგ წებოს უსვამენ წინა ფირფიტის ქვედა მხარეს და ფერიტის ერთ მხარეს. ეს არის რკინის ფხვნილისგან დამზადებული კერამიკული რგოლი. ფერიტის წინა ფირფიტაზე მიწებების შემდეგ წებოს უსვამენ ფერიტის მეორე მხარეს. შემდეგ კი კალათას აბრუნებენ, რათა უკანა ფირფიტა მიამაგრონ. ბირთვი გაივლის წინა ფირფიტის დიდ ხვრელში. ცენტრის შესანარჩუნებლად შუასადებს სვამენ. კალათზე ტერმინალების დახრახნის შემდეგ თელა მაწყობილ სტრუქტურას ათავსებენ დამაგნიტებულ დანადგარში, სადაც 600 ვოლტი პირდაპირი დენია გამოყენებული. დანადგარი ქმნის დადებით და უარყოფით პოლუსებს, რის შემდეგადაც მაგნიტური სტრუქტურა მუდმივ მაგნიტად გარდაიქმნება, რაც ნიშნავს, რომ მას ირგვლივ მუდმივი მაგნიტური ველი აქვს. ახლა ხდება ხმოვანი ხვეულის დახვევა. ეს არის ელექტრონული მაგნიტი, რომელიც მუდმივ მაგნიტთან იმოქმედებს. ელექტრომაგნიტი არის ობიექტი, რომელიც მაგნიტურ ველს მხოლოდ მაშინ წარმოქმნის, როდესაც მასში დენი გადის. ისინი ახვევენ ემალით იზოლირებულ სპილენძის მართულს, რომელსაც ამაგრებენ ხისტ პლასტმასის ფურცელზე. ამ ხმოვანი ხვეულის დადებითი პოლუსი მიიზიდება მუდმივი მაგნიტის უარყოფითი პოლუსისკენ. უარყოფითი პოლუსები ერთმანეთს განიზიდავს. თავარი ის არის, რომ ხმოვანი ხვეულის პოლუსები მუდმივად იცვლიან პოზიციას, რადგან დინამიკში გამავალი ელექტრონული დენი არის ცვლადი დენი, რაც ნიშნავს, რომ ის წამში რამდენჯერმე იცვლის დადებით და უარყოფით მოხდს. ეს იწვევს მაგნიტების განუწყვეტელ მიზიდვას და განზიდვას, რაც ხმოვან ხვეულს აიძულებს სწრაფად იმოძრაოს წინ და უკან. ეს აქტიურებს კონუსს, რაც ქმნის ბგერით ტალღებს. ხმოვანი ხვეულის წინა ფირფიტისა და გულს შორის მოთავსების შემდეგ აწებებენ ქვედა საკითხს, მოქნილ ქსოვილის რგოლებს, რომლებიც ხმოვან ხვეულთან ერთად მოძრაობენ და ხელს უშლიან მას მაგნიტურ სტრუქტურაზე ხახუნში. შემდეგ აწებებენ კონუსს. ის როგორც წესი მზადდება მუყაოსგან, პლასტმასისგან ან ლითონისგან. ამის შემდეგ ხდება ელექტრონული შეერთების დადუღება. გამაძლიერებლიდან მომავალი დენი კაბელებით გადაეცემა 2 ტერმინალს. ტერმინალების კაბელები უერთდება ხმოვანი ხვეულის მართულებს. მას შემდეგ, რაც დარწმუნებიან, რომ კონუსი თავისუფლად მოძრაობს ხახუნის გარეშე, მტვრისგან დასაცავად აწებებენ ხისტ მუყაოს თავსახურს. ბოლო ნაბიჯი არის დინამიკის აუდიო ტესტირება. მას აერთებენ დანადგარზე, რომელიც სხვადასხვა სიხშირეს გადმოსცემს. ამოწმებენ, რომ ხმოვანი ხვეულისა და კონუსის მოძრაობა არ არის შეფერხებული. შემდეგ კომპიუტერული მოწყობილობა აანალიზებს ბგერით ტალღას, რომელსაც დრაივერი გამოსცემს. ორგზის დინამიკურ სისტემას თითოეულ ყუთში 2 დრაივერი აქვს: ბას დინამიკი და ტვიტერი. ბას დინამიკს აქვს დიდი კონუსი, რომელიც დაბალი სიხშირეებისთვის უფრო ნელა ვიბრირებს. ტვიტერს აქვს პატარა კონუსი, რომელიც მაღალი სიხშირისთვის სწრაფად ვიბრირებს. სამგზის სისტემებში კი აქვს მესამე დრაივერი საშუალო ზომის კონუსით საშუალო სიხშირეებისთვის.
თუ ელექტროგიტარის ხმა გინდათ, რომ ძლივს გასაგონზე მეტი იყოს, ის გამაძლიერებელში უნდა შეაერთოთ. გიტარის გამაძლიერებელი, როგორც წესი, ყუთისებრი მოწყობილობაა, რომელიც შეიცავს ამპლიტუდის გამაძლიერებელს, ელექტრონული სიგნალის გასაძლიერებლად და დინამიკს. ზოგიერთი გამაძლიერებელი იყენებს უახლესი სილიკონის ჩიპის სქემებს, ზოგი კი ტრადიციულ ვაკუუმ მილებს. ამპლიტუდის გამაძლიერებლის ელექტრონიკა მოთავსებულია ლითონის შასიში. ეს მოდელი დამზადებულია ლითონის ფურცლისგან, რომლის სისქე 0.04 ინჩზე ნაკლებია. კომპიუტერულად მართული დანადგარი, რომელსაც კოშკურა პუნქტი ეწოდება, ჭრის კონტურს და ხრეთს მართვის ელემენტებისთვის საჭირო ხვრელებსა და ჭრილებს. შემდეგ ოსტატი იყენებს კომპიუტერულად მართულ მღუნავ დანადგარს, შასის ამონაჭრის ფორმის მისაცემად. ქარხნის სხვა ნაწილში ყალიბდება გამაძლიერებლის მიკროსქემის დაფა. ის შასის შიგნით განთავსდება. კომპიუტერულად მართული ბურღი აკეთებს პაწაწინა ხვრელებს სპილენძით დაფარულ ლამინატის დაფაზე. ხვრელები განკუთვნილია დაფის სხვადასხვა ელექტრონული კომპონენტისთვის. ავტომატიზირებული აბრეშუმის ეკრანული პრინტერი ახლა ამიაკგამძლე მელნით სვამს ელექტრონული მიკროსქემის დიაგრამას. შემდეგ დაფა შედის დანადგარში, რომელსაც ამომჭრელი ეწოდება და რომელსაც ამიაკის გამოყენებით ხსნის სპილენძის საფარს. მელნის დიაგრამით დაფარული სპილენძი ხელუხლებელი რჩება. შემდეგ დანადგარი რეცხავს დაფას ნატრიუმის ჰიდროქსიდით, რათა დაშალოს მელანი და დატოვოს მხოლოდ სპილენძისგან შემდგარი მიკროსქემის დიაგრამა. ეს სპილენძის კონფიგურაცია გაატარებს ელექტროენერგიას მიკროსქემის დაფის კომპონენტამდე. ავტომატიზირებული დანადგარები სვამენ უფრო მცირე კომპონენტებს. აი როგორ გამოიყურება ეს ნელი მოძრაობით და რეალურ სიჩქარეზე. სანამ ტექნიკოსი საპირისპირო წნევას უზრუნველყოფს, დანადგარი კეცავს ზოგიერთი დიდი კომპონენტის სადენებს, რათა დაფაზე დააფიქსიროს ისინი დადუღებამდე. შემდეგ ტექნიკოსები ხელით აყენებენ დიდ, არარეგულარულ ნაწილებს. მათ შორისაა ბუდეები, რომლებიც ამპლიტუდის გამაძლიერებლის მიმწოდებელ ვაკუუმ მილებს იტევს. ლენტისებრი კონექტორები, რომლებიც მიკროსქემის დაფის სხვადასხვა არეებს აერთებს. და მავთულები, რომლებიც გარე კომპონენტებს დაფასთან აკავშირებს. ქარხანა ყველაფერს ერთდროულად აფიქსირებს პროცესით, რომელსაც ტალღური დადუღება ეწოდება. მიკროსქემის დაფა გადის გამდნარი კალისა და ტყვიის აბაზანაში. სულ რაღაც ორ წამში გამდნარი ლითონი მკვრივდება და კომპონენტებს მყარად აკავშირებს. დავუბრუნდეთ იმ ფოლადის შასის, რომლის ფორმის მიცემაც ადრე ვნახეთ. ამის შემდეგ ის შავად შეღებეს. აბრეშუმის ეკრანული პრინტერის საშუალებით მასზე დააქვთ მართვის აღნიშვნები, ლოგოები და სხვა ინფორმაცია. იწყებენ საბოლოო აწყობას. ჯერ მიკროსქემის დაფა შასიზე ხრახნებით მაგრდება. შემდეგ პრეამპის მილი ერთდება დაფაზე არსებულ შესაბამის ბუდეში. ეს მილი აძლიერებს გიტარიდან მომავალ ელექტრონულ სიგნალს და გადასცემს მას გამომავალ მილებს, რომლებიც ზრდის ძაბვის დონეს, რითიც სიგნალი ძლიერდება. მართვის ღილაკების დაყენებისა და შასის ძარის დაფარვის შემდეგ ოსტატები აყენებენ და ამაგრებენ გამომავალ მილებს, რომელთა რაოდენობა როგორც წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ვატზეა გათვლილი გამაძლიერებელი. ელექტრონიკის მქონე შასი თავსდება ყუთში. ეს ქარხანა ყუთებს ამზადებს მაღალი ხარისხის ბალტიის არყისხის ფანერისგან, თუმცა სხვა კომპანიები ხშირად იყენებენ ადგილობრივ ფანერას, MDF-ს ან თუნდაც პლასტმასს. ყუთის ტყავის შემცვლელით დაფარვისა და კუთხეების გამაგრების შემდეგ ამონტაჟებენ დარჩენილ ორ კომპონენტს: ზამბარის რევერბერატორს და დინამიკს. როდესაც გიტარის ელექტრული სიგნალები გამაძლიერებელში გადის, ელექტრული სიგნალის ნაწილი გადამისამართდება ზამბარის ერთი ბოლოსკენ, რაც მას ააქტიურებს. ზამბარის მეორე ბოლო იღებს ამ ვიბრაციას და აგზავნის უკან გამაძლიერებელში, როგორც დაგვიანებულ სიგნალს. ეს რევერბერაცია ორიგინალურ სიგნალს ერწყმის და უფრო მასშტაბურ ხმას ქმნის.
ადამიანები მიკროფონის შემოწმებას 1876 წლიდან აკეთებენ, როდესაც მიკროფონი ტელეფონის ნაწილად გამოიგონეს. მიკროფონები ბგერას სიგნალად გარდაქმნიან, რომლის გადაცემაც შესაძლებელია ტელევიზორების, რადიოების და სხვა მრავალი საშუალებით. თუ რამე გაქვთ სათქმელი, მის გადასაცემად მიკროფონი დაგჭირდებათ. რადიოს დიდების დღეებიდან სცენამდე, ეკრანამდე და ციფრულ ეპოქამდე მიკროფონი ამ ყველაფრის ცენტრში იყო. სამაუწყებლო ხარისხის მიკროფონის დამზადება იწყება მისი სამაგრი ნაწილით. ავტომატიზირებული ინსტრუმენტები თითბერის ცილინდრს სასურველი ზომებით ჭრიან. ისინი ასევე ამზადებენ საფიქსაციო რგოლს მიკროფონის ბადისთვის, რომელიც ბადის ლითონის მჭიდრო ქსოვილს დაამაგრებს. ისინი სამფურცელ მჭიდრო ქსოვილს ათავსებენ და ასწორებენ. შემდეგ ამ სამფურცელს ერთმანეთთან ადუღებენ. პერფორატორი დადუღებულ ქსოვილს ჩაზნექილ ფორმას აწვევს. შემდეგ დანის პირს დაბლაწევენ, რათა ფორმა მიცემული ქსოვილით ორად გაჭრან. ეს ორი ნაწილი გამოყენებული იქნება ერთი მიკროფონის ბადის დასამზადებლად. ამ წყობის შესადუღებელ პასტას უსვამს თითბერის რგოლში არსებულ ღარს. შემდეგ ის აწვება ბადის ნახევრებს, რომლებიც სამაგრით არის შეერთებული, შესადუღებელ პასტაში ამოვლებულ რგოლზე. ბრუნავ დანადგარზე ჩირაღდანი აცხელებს რგოლებს და შესადუღებელი პასტა დნება და აწებებს ბადეს რგოლთან. ბურღი თითბერის დისკოს 80-ჯერ ხრეთს სავენტილაციო ხრელების შესაქმნელად. სხვა დანადგარი ასორებს ზედაპირს და აშორებს არასასურველ ნაწილებს. ეს დისკო იქნება უკანა ფირფიტა მიკროფონის ერთ-ერთი კაფსულისთვის. ამ წყობი ფუნჯით აშორებს დარჩენილ ნაფხვენებს და შემდეგ უკანა ფირფიტას სამაგრ მოწყობილობაში აფიქსირებს. ეს პლასტმასის მემბრანა ელექტროენერგიის გასატარებლად ნამდვილი ოქროთია დაფარული. ის მემბრანას უკანა ფირფიტაზე არსებულ პლასტმასის რგოლში ათავსებს და შემდეგ ელექტრულ სადენს ამაგრებს. ის პლასტმასის რგოლს ხრახნით ამაგრებს, რათა ეს ყველაფერი დააფიქსიროს. შემდეგ იჭრის პლასტმასის მემბრანის ზედმეტ ნაწილს. მიკროფონის ეს კაფსულა დასრულებულია. შემდეგ ის ორ კაფსულას აწყობს, რათა შექმნას მიკროფონის გული. ის ბგერას ელექტრულ სიგნალად გარდაქმნის. ალუმინის შუასადები მოთავსებულია კაფსულებს შორის, რომლებიც ზურგით არიან ერთმანეთისკენ მიმართული. ერთი კაფსულის ნაცვლად ორი კაფსულა ნიშნავს, რომ ამ მიკროფონის გადართვა შესაძლებელია აუდიოს სხვადასხვა მიმართულებიდან აღსაქმელად. პლასტმასის სამაგრი აძლიერებს ასამბლეას. შემდეგ ტექნიკოსი აერთებს თითბერის სამაგრ ნაწილს ელექტრონულ სისტემასთან და ამაგრებს მას ხრახნებით. გადამთვალების დაყენების შემდეგ ის მიკროფონის კაფსულებს ბადეში ათავსებს. ის კაფსულის ასამბლეას ბადეზე ხრახნებით ამაგრებს და ელექტრონიკას უერთებს. ლითონის კორპუსი ფარავს ელექტრონიკას და მიკროფონი მაგრდება დიდი ხრახნიანი თავსახურით. ტექნიკოსი ამოწმებს გადამხდელს, რომელიც მიკროფონის მიმართულებას ცვლის და უკვე მზადაა ხმის შემოწმებისთვის. მიკროფონი შედის სპეციალურ დახურულ კამერაში. კომპიუტერი ზუმავს მის რეაგირებას სხვადასხვა აუდიო სიხშირეებსა და მიმართულებებზე. მას შემდეგ, რაც მიკროფონი ამ ტესტს და სხვა შემოწმებებს გაივლის, დროა ის დიდი სიფრთხილით შეფუთონ, რადგან ეს მიკროფონი ყიფეა და რამდენიმე $1000 ღირს. სათანადო მოპყრობით ეს მიკროფონი რამდენიმე ათეული წელი გაძლევს. შოუ ბიზნესში ეს ხანგრძლივობაა. გახმოვანებულია ვინილი ჯის მიერ.